ყველა ეს დამოკიდებულება, ყველა ეს მეთოდი საქართველოს უკვე გაიარა. ჯერ კიდევ ავად სახსენებელი 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ ბაბუდ მოხსენიებული პერსონები შევარდნაძე და აბაშიძე ამ მრჩეველთა მოსყიდვას ღიად თუ ფარულად ცდილობდნენ. ამისთვის ისინი ხან საკვებ პროდუქტებს, ხან კი 5 ლარიან კუპიურებს იყენებდნენ. 50 ლარს მოგცემთ თქვენაო. თუ არაო და მაშინაო 5 ლარსაო თუ ისე იქნება ერთი ცალი, თუ ერთ ცალს აიღებთ 5 ლარს მოგცემთო. საქართველოში პოლიტიკის ყიდვის სურვილი ივანიშვილის წინამორბედ აწ განსვენებულ ოლიგარქსაც ჰქონდა. სურვილი იმდენად აშკარად გამოხატული და აფიშირებული იყო, რომ მოსახლეობის ნაწილმა არც კი დაიჯერა, როცა ოლიგარქის სახლთან შეკრებილებს აუხსნეს, ბიზნესმენი ფულს ხელზე არ გასცემს და ტყუილად ელოდებითო. ადარკაციშვილი არიგებს ფულსო. უნდა მიხვიდეთო პირადობის მოწმობით და არ არის ესე. ფულის გულისთვის ჩამოველი რიგია აქ ამობენ წვილია არაზევე 300 ლარი. ამ დღიდან სულ რაღაც 5 წელი გავიდა, მაგრამ მეთოდი იგივე დარჩა. უბრალოდ მიდგომა შეიცვალა. ახლა არავის თავაზობენ 5 ლარიან კუპიურას ან 300 ლარს თითო ხმაში, მაგრამ სამაგიეროდ ოცნებებს იწერენ და მათ ასრულებას პირდებიან. ანკებს ადიბარებენ. ოცნებები დაჭერილი თუ იმედა